ბათუმის სტუმრებს და არა მხოლოდ მათ ცხელ ტურისტულ სეზონზე დასასვენებელი ობიექტები გართობისა და დასვენების დიდ არჩევანს თავაზობენ. თუ კი ღია და დახურული აუზებით ან კიდევ ფიტნეს კლუბებით სარგებლობას გადაწყვეტ, არჩევანის გაკეთება არ გაგიჭირდებათ. თქვენს განკარგულებაში არაერთი მაღალი დონის სარელაქსაციო ადგილია, სერვისით შესაბამისი. თამთა მეგრელიძემ ყველა ეს ობიექტი მოინახულა და ახლა ის პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს. თუ რა სიახლეებია ბათუმში, თამთა სად შეუძლიათ ქალაქის ზღვაზე დასვენების პარალელურად ღია და დახურული აუზების საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. წელს ბათუმში ჩამოსულ დამსვენებელს კიდევ ერთი სიახლე ხდება, ეს არის ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზი. გარდა ამისა, ქალაქში მოქმედებს რამდენიმე ღია და დახურული, როგორც აღვნიშნეთ, აუზები, სადაც სხვადასხვა სახის მომსახურებას გთავაზობენ, აუზთან ერთად გრილ-ბარი, ფულ-ბარი, მთელი დღის განმავლობაში სასიამოვნო მუსიკა, კოქტეილი, ალკოჰოლიანი სასმელებიც კი თქვენს განკარგულებაშია, იმისთვის, რომ ერთი სასიამოვნო დღე ზაფხულის ცხელ დღეებში გაატაროთ. აუზი, ფინური საუნა, ფიტნეს კლუბი და ჯაკუზი, მათ ვისაც ზღვაზე დასვენების პარალელურად ასეთი ტიპის დასვენება გიზიდავთ, ბათუმი წელს სასიამოვნო სიახლეს გიმზადებთ. სასიამოვნო დასვენების ყველა პირობას აქეთ სივრცეში გთავაზობენ. აუზი, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არ აქვს, ბათუმი პლაზას მე-6 სართულზეა. ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად აუზის სიღრმე 2 მეტრი და 20 სანტიმეტრია. აუზის მომხმარებლებს კი აქ ინდივიდუალურ, ოჯახურ და კორპორატიულ პაკეტებს თავაზობენ. ევროპული სტანდარტიც არის აგებული ეს ყველაფერი და არის ოლიმპიური. რატომ? იმიტომ რომ გახლავთ 50 მეტრის სიგრძის, 25 სანტიმეტრი გახლავთ ეს სიფართე რა აუზისა და სიღრმე არის 2 და 20. ეს 2500-2700 ტონა წყალი მოგეხსენებათ მე-6 სართულზე იშვიათი არის და ფაქტობრივად ერთეულები არის მთელ მსოფლიოში. ბათუმი პლაზაში მალე აუზთან ერთად ფულ-ბარი ამოქმედდება. სადილის შემდეგ კი შესაძლებლობა გექნება სოლარიუმისა და სპა ცენტრის ისარგებლოდ, სადაც არასასურველი კალორიების დაწვა სასიამოვნო პროცესად გექცევათ. ზღვისპირა ქალაქში მოქმედი სხვადასხვა დასასვენებელი ობიექტები ღია და დახურული აუზების დიდ არჩევანს გთავაზობენ. წელს სპეციალური შეთავაზება შერატონის ღია აუზის მომხმარებლებს აქვთ. აბონემენტში აუზთან ერთად აქვე არსებულ ფულ-ბარში სადილით შედის. წელს განსაკუთრებულ პაკეტს ვთავაზობთ სტუმრებს, ეს არის სრული პაკეტი მომსახურებისა, ანუ გარეთა ბასეინზე მათ შეუძლიათ მთელი დღე გაატარონ, სულ რაღაც 50 ლარად და ასევე ისადილონ გარეთა ბასეინზე განთავსებულ რესტორანში, მიირთვან 3 კურსი სადილი, სეზონური სალათები და გამაგრილებელი სასმელი. ბათუმთან ერთად ღია აუზის მოყვარულებს მასპინძლობს ქობულეთიც. ჯორჯიან პალას ჰოტელში აუზის მომსახურებასთან ერთად ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, სასიამოვნო მუსიკა და მშვიდი გარემო გელოდებათ. ზაფხულის ცხელ დღეებში გართობა აქ გვიან ღამემდე გრძელდება. ალკოჰოლიანი სასმელები, როგორც ასევე უალკოჰოლო წვენები, ასევე აქ ყველანაირი საუზმოდ შეიძლება, ყველანაირი შეიძლება, როგორც რობი ბარში აქეთ ჩვენი მეორე ბარია. იქაც შეიძლება თავაზობ აქაც, მაგრამ ის დასვენების სიგარეტა არ შეიძლება და გამოდის უფრო სტუმარებსაც უნდა უფრო თავისუფლება. არჩევანის გარეშე არც ქალაქგარეთ დასვენების მსურველები არიან. სასტუმრო თანამგზავრის ღია აუზი და ბარი ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად დასვენების მსურველებს ელოდება. სასტუმროს აუზი ემსახურება როგორც ტურისტებს, გარე ტურისტებს, აგრეთვე შიგა ტურისტებს. ყავს ბევრი სტუმარი, ეხლა ხედავთ, გვაქვს აგრეთვე აუზთან თანაარსებული ბარია, სადაც მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ სხვადასხვა სახის კოქტეილები და ასე შემდეგ. და ყველანაირ მომსახურებას აუზი, ბარი ერთ ადგილას, ერთ განზომილებაში შეიძლება ასე ითქვას, მიეწოდება სტუმარს. სეზონი უკვე გაიხსნა ბათუმის აკვაპარკშიც. მესამე წელია გასართობ დასასვენებელი ცენტრი აუზების მრავალფეროვნებას და ბუნგალოს ტიპის ბარებს თავაზობთ. მთელი სეზონის განმავლობაში ბათუმის აკვაპარკი ყველა ასაკის ადამიანისათვის ერთნაირად საყვარელ ადგილს წარმოადგენს. ასე რომ თქვენს განკარგულებაში არის ბათუმში მოქმედი სხვადასხვა სტანდარტების შესაბამისი აუზები, რომლებიც სხვადასხვა სახის მომსახურებას გთავაზობენ, დამატებით მომსახურებას, რაც გამაჯანსაღებელ ცენტრს და ფულ ბარებს გულისხმობს იმისთვის, რომ თქვენ გაატაროთ ზაფხულის ცხელ დღეებში სასიამოვნო დღეები.